პროექტი ნეოლაბი ახალგაზრდების განვითარებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ნეოტივის მხარდაჭერით მიზნად ისახავს 10 საპილოტო სკოლაში ფსიქოლოგების ჩართულობას, მშობლების, მასწავლებლების და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება რთული ქცევა, ურთიერთობების დეფიციტი, ბულინგი, მასწავლებლების და მშობლების დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ და უამრავი სხვა რა პრობლემებს აწყდებიან მასწავლებლები თუ მშობლები მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს. რა პრობლემები აქვთ მოზარდებს გარდატეხის ასაკში, ბულინგი, ამ ყველაფრის მართვა, რთული ქცევის მართვა და სხვადასხვა პრობლემები, სწორედ ამ საკითხებზე დღევანდელი გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი თეონა ნინიაშვილი. თეონა, მოგესალმები. გამარჯობა. მიხარია რომ დღეს ჩვენთან ხარ და მინდა ვისაუბროთ იმ პროექტის შესახებ, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა. ეს არის ნეოლაბი ახალგაზრდების ჩართულობისთვის. საინტერესოა, როგორი შეხვედრები იყო და რამდენად კმაყოფილი ხართ ამ შეხვედრებით. რა თემებზე იყო ძირითადად საუბარი და რა გამოიკვეთა სკოლებში თქვენი იქ ვიზიტის დროს? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ჩვენი შეხვედრები უკვე 7 სკოლა მოვიცვით, როგორც თქვით, ძალიან კარგ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. როგორც ბავშვები, ასევე მშობლები და მასწავლებლები ძალიან მოტივირებულები იყვნენ, რომ ჩვენგან მაქსიმალური ინფორმაცია მიეღოთ. ძალიან ღია კომუნიკაცია და ჯანსაღი კომუნიკაცია დამყარდა ჩვენს შორის. ასევე ძალიან ბევრი როგორც კითხვა, ასევე სირთულე გამოიკვეთა, მათ შორის არის ძირითადი აქცენტი უფრო გააკეთეს მშობლებმა ამ გაჯეტებზე დამოკიდებულებაზე. ასევე იყო წამოჭრილი ჯანსაღი კომუნიკაციის საკითხები, რომ მშობლებს, ასევე მასწავლებლებს ძალიან უჭირთ თვითონ ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება. ძალიან უჭირთ მიდგომების შერჩევა ბავშვთან. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება და ჩვენ ვიცით, რომ ფსიქოლოგიაში ასე მზა რეცეპტი არასდროს არ არსებობს და ამ შემთხვევაში ინდივიდუალურადაც შევძელით, რომ რამდენიმესთან გავსაუბრებოდით და გარკვეული რეკომენდაციები მიგვეცა. ძალიან მოხარული ვარ პირადად, რომ ჩართული ვარ ამ პროექტში და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ ყველანაირად ძალღონეს ადვიშურებთ, რომ ყველაფერი ბოლომდე და ზედმიწევნით შევასრულოთ. თეონა, გაჯეტები ვახსენეთ და გაჯეტები არის 21 საუკუნის პრობლემა. ფაქტიურად მთელი მსოფლიო მოიცვა ამ პრობლემამ, რომ ურთიერთობების დეფიციტი შეიქმნა. არა მარტო ბავშვები, მთლიანად ნებისმიერი ასაკის ადამიანი მიჯაჭვულია ამ გაჯეტებზე. რა რჩევას ეტყოდით? რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ ბავშვი არ იყოს დამოკიდებული. დღევანდელ ბავშვს ფაქტიურად აღარ უნდა ურთიერთობები, აღარ უნდა სოციუმში ყოფნა, აღარ უნდა ეზოში თამაში, აღარ უნდა თამაშის დეფიციტი აქვს უკვე. რა გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ აი ეს მიჯაჭვულობა აღმოიფხვრას, ან არ მოხდეს ესეთი დიდი დოზით ამ გაჯეტებზე მიჯაჭვულობა. ამ შემთხვევაში პირველ რიგში ისევ გავდივართ ხოლმე მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღ კომუნიკაციაზე. თუ არ შედგა შეთანხმება მშობელსა და შვილს შორის, თუ ორივე მხარე არ არის ამისთვის მოტივირებული, ძალიან რთულად გვაქვს ხოლმე საქმე. თუ უკვე ბავშვსა და მშობელს შორის დამყარებულია ჯანსაღი კომუნიკაცია, ამ შემთხვევაში ბავშვის მხრიდან აღარ მოდის ხოლმე აგრესია. მაგრამ თუ ბავშვს არ შეუძლია ვთქვათ, რომ თვითონ შეზღუდოს დრო გაჯეტებთან გატარებული, ამ შემთხვევაში უკვე მშობელზეა ეს პასუხისმგებლობა, მან უნდა დააწესოს გარკვეული წესები, რომელსაც ერთად შეიმუშავებენ ბავშვი და მშობელი. ამ შემთხვევაში ამ წესების დარღვევაზეც უნდა ვიყოთ მზად, რომ წესი შეიძლება დაირღვეს, მაგრამ ისიც უნდა გქონდეს შემუშავებული ამ წესის დარღვევის შემდეგ რა მოხდება და ბავშვი ამას უნდა იყოს ინფორმირებული. მაგალითად, თუნდაც ელემენტარულად შეეზღუდოს წვდომა
ვთქვათ, ისეთ ტკბილოზე, რომელიც მას უყვარს. ანუ ჩვენ შეგვიძლია, რომ აი მე შენ მოგცემა ამ გარკვეული დროით ამას თუ შეასრულებ აი ამას. ეს ხო არ გადავა, რომ აი ხა ძალიან აქტუალურია ბავშვის უფლებების დაცვა და ხო არ ირღვევა ამ შემთხვევაში ბავშვის უფლებები. ხო, უკვე შეთანხმებული იქნება ბავშვთან. ბავშვი ეს უკვე ინფორმირებულია ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად თუ იცის წინასწარ განსაზღვრული რა არის ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად აგრესიაც უფრო ნაკლები იქნება. ასევე არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც თვითონ აწესებს ბავშვის ასაკის მიხედვით, რამდენი საათი შეუძლია რომ მან გაატაროს გაჭედთან და ამ შემთხვევაში მშობელი და მშობელსაც შეუძლია აკონტროლოს ნებისმიერი მისი მართვა. და ასევე წვდომა, რომელ აპლიკაციებზე აქვს წვდომა, ამასაც უკვე მშობელი აკონტროლებს და ძალიან მარტივად ხდება ხოლმე მერე თუ საფუძველში არის ჯანსაღი კომუნიკაცია დამყარებული. საინტერესოა კიდე ერთი საკითხი, ძალიან ხშირად არის რომ რაღაც თუნდაც ისევ გაჯეტებს შევეხოთ, აი მშობელმა გამოართვა და ბავშვს აქვს ისტერიკა, გაწვება, ნუ არ ამთავრებს ამ ისტერიკას და ამ შემთხვევაში რანაირად უნდა მოვიქცეთ? მე ხარ იძულებული ისევ ის შეუსრულო, რასაც ითხოვს და ეს გრძელდება ფაქტიურად ჩვევაში გადასდის, ისტერიკას დაიმართებს და უსრულდება, იმიტომ რომ მშობელს აღარ ყოფნის იმის ძალა, რომ დიდხანს უსმინოს მის მდგომარეობას. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით, რა რჩევას მოგცემთ თუ ბავშვმა დაიმართა ისტერიკა გარკვეული მისთვის სასურველი სურვილის არ შესრულების შემთხვევაში? პირველ რიგში ჩვენ მშობლები თუ ხვდებით რომ არ ვართ მზად და გვაქვს ისეთი გრძნობა რომ შეიძლება ბავშვის ისტერიკას დავყვეთ, ამ შემთხვევაში ჯობია რომ საერთოდ არ აუკრძალოთ რაღაც. თუ ვუკრძალავთ, მაშინ უკვე უნდა ვიყოთ ჩვენ თვითონ ფსიქოლოგიურად მზად იმისთვის, რომ მე ამას გავუძლებ ბოლომდე. მოვისმენ მის ისტერიკას, მაგრამ მე არ შევასრულებ იმას მას რაც. ხო, მაგრამ უნდა ველოდოთ, როდის დაასრულებს ის ისტერიკას, რამე მეთოდი ვურჩიოთ ჩვენ ახალგაზრდა მეთოდი არის ხოლმე იგნორი, მაგრამ იგნორი ბავშვის ქცევის და არა მისი პიროვნების. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაიგნორებთ ბავშვის ქცევას, მაგრამ გარკვეულად ორი ფრაზით, მინიმუმ, აი მაქსიმუმ ორჯერ ვუმეორებთ იმას, რის გამოც არ ვაძლევთ ამ ტელეფონს ვთქვათ. ბავშვი უკვე იგებს, რის გამო ხდება მისი შეზღუდა გარკვეულ გაჯეტებთან დაკავშირებით და რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ და რამდენიც არ უნდა ვუხსნათ ტირილის დროს, არ აქვს აზრი საერთოდ არაფერს. უბრალოდ მკვეთრად მოკლე წინადადებით ვუხსნით, მაქსიმუმ ვუმეორებთ ორჯერ და ველოდებით, როდის დაცხრება მისი ისტერიკა. ეს უფრო უარესს არ გააკეთებს. თუ ხვდება ბავშვი რომ მშობელი გატყდება, რა თქმა უნდა უარესს აკეთებს, მაგრამ როცა ხვდება რომ უკვე აზრი არ აქვს ამ მშობელს ეს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, მე უკვე ძალიან მალე ცხრება და თუ ხვდება რომ არც ერთი ოჯახის წევრი ამას არ აკეთებს. თუ ოჯახის წევრების სხვები ბებია ბაბუის შემთხვევაში ხდება ხოლმე ასე, თუ ხვდება რომ ბებია მაინც გატყდება არ ბაბუა, ამ შემთხვევაში მათთან მიეკეთება ხოლმე კი ძალიან ხშირად არის კლასში, მოგეთ დღეს მით უმეტეს თითქმის არ არსებობს კლასში, სადაც არ იყოს გარკვეული ქცევის მქონე, ცოტა რთული ქცევის მქონე ბავშვი. ისედაც ახლა კლასში როცა 29 ბავშვი ზის, ის სხვადასხვა გარემოს, სოციუმის თუ სხვადასხვა პირობებში გაზრდილი, სხვადასხვა უნარჩვევებით და სურვილებითაც განსხვავდებიან და ამიტომ რა თქმა უნდა მათი მართვა ძალიან რთულია. ხშირად აწყდებიან მასწავლებლები ბავშვებთან ურთიერთობებში სხვადასხვა პრობლემებს. არიან რთული ქცევის ბავშვები, რომლებსაც ვერანაირად ვერ იმორჩილებენ მასწავლებლები. როგორ უნდა მართოს კლასი მასწავლებელმა? რომ არ გქონდეს პრობლემა და დაუშვათ ის რისთვისაც არის იმ ცოდნის გაზიარებისთვის კლასში შესული, ის ბოლომდე სრულყოფილად დაასრულოს.
ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე თვითონ მასწავლებელთა გადამზადება და მასწავლებელთა ტრენინგები რთული ქცევის მხრივ. ძალიან რთულია მასწავლებელი, რა თქმა უნდა, თავისი მოვალეობის შესასრულებლად არის კლასში შესული, მაგრამ რადგანაც ამდენი სირთულე წამოვიდა და უკვე საჭიროება მოითხოვა, რომ მასწავლებელსაც ამ დონის რაღაც მცირეოდენი ტრენინგი მაინც გავლილი ქონდეს, ძალიან კარგია. მაგრამ თუ ასე არ ხდება ხოლმე, თვითონ უკვე ფსიქოლოგისგან მასწავლებები იღებენ გარკვეულ რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც მე შემდეგ აი ეს რეკომენდაცია რა არის? რას აკეთებს მასწავლებელი, როცა კლასში გარკვეული სირთულის მქონე ბავშვი ხმაურობს? რაც ხშირია. ერთ-ერთი სტრატეგია არის ხოლმე ის, რომ თვითონ ამ ბავშვს, რომელსაც აქვს რთული ქცევა, გახადოს კლასში, ვთქვათ, ან მასწავლებლის როლი მოარგებინოს და ლიდერის როლი დიახ და ამ კუთხით უფრო მისი ქცევაც ცხრება ამ შემთხვევაში და უფრო მეტად სტრატეგიულად მიმდინარეობს ეს ყველაფერი, მასწავლებლის კონტროლს ექვემდებარება უკვე ამ ბავშვის ქცევა და მთლად მხოლოდ თავის სურვილებზე არ არის. ხო, მაგრამ აქ ხო არ იქნება ის მომენტი, რომ ბავშვი, რომელიც რთული ქცევის არის, რთულად იქცევა კლასში, ის მუდმივად ლიდერის როლშია, იმიტომ რომ დააწყნაროს მასწავლებელმა და ბავშვი, რომელიც ძალიან მშვიდი წყნარია, ყოველთვის არის რაღაცა გვერდზე მდგომი. რაღაცა ამ შემთხვევაში ცოტა დაჩაგვრა ხო არ წავა და თვითშეფასების პრობლემები ხო არ წარმოიქმნება. ეს ყოველთვის არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, როდესაც მასწავლებელი შეატყობს, რომ განსაკუთრებით აგზნებულია ბავშვი, განსაკუთრებით უფრო სხვა ხასიათით და სხვა ასე ვთქვათ აფორიაქებულია ბავშვი მოსული, ამ შემთხვევაში ყოველთვის ეს სტრატეგია არ გაამართლებს, რა თქმა უნდა და ეს ყოველთვის არ უნდა მოხდეს და ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ მხოლოდ ის არის კლასში მთავარი, ის არის ლიდერი და სხვა ბავშვები არა. თუნდაც მოხდეს ისე, რომ დღეს შენ იქნები ლიდერი, ხვალ შენი მეორე კლასელი და ასე შემდეგ. თუნდაც ჯგუფური სამუშაოები ამ შემთხვევაში ეფექტური არის ხოლმე, როდესაც ლიდერს, ვთქვათ, ისეც ბავშვს მიუკედლებენ, რომელსაც შედარებით ურჩევნია, რომ შვიდად იყოს კლასში და გარკვეულ ნიშანთვე სებებს ერთმანეთისას იწერენ ხოლმე და ძალიან კარგი. ასევე ამართლებს ხოლმე მოდელირების სტრატეგია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი აიგნორებს რთულ ქცევას და აქებს იმ ბავშვის ქცევას, რომელიც მისაღებია ხოლმე გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციაში. და დაუბრუნდეთ ისე პროექტმა არაჩვეულებრივი შედეგი დადო და ძალიან დიდი ჩართულობა იყო სკოლების მხრივ და რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ და სხვა სკოლების ჩართულობა და ამ პროექტის გაგრძელება. ჩვენს ხელთ იყო სულ 10 სკოლა, გორში ძალიან ბევრი სკოლა და რა თქმა უნდა ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური საჭიროება. ამიტომ აი ძალიან საბაზისო დონეზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა სკოლა იყოს ჩართული ასეთ მსგავს პროექტებში, რადგანაც ძალიან ბევრი სირთულეა დღეს სკოლებში და ძალზეც საჭიროა ფსიქოლოგების მუშაობა ამ გარკვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იყო მოკლევადიანი პროექტი და ბევრად კარგი იქნება, რომ პროექტი გრძელვადიანი იყოს, რადგან 1 საათი შეხვედრა ბავშვებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ამ 1 საათში რამდენი პრობლემა გამოიკვეთა და მით უმეტეს გრძელვადიანი როგორი მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ჩვენთან მოსვლისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, პროექტის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის. მე კი ჩვენ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი თეონა ნინიაშვილი. მე კიდე ეკა სუხიშვილი ვარ, გადაცემა ნეომედი, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.